ალბათ მაიკოპალეიშვილი შემოგვიერთდა კოალიციას სრულებებისთვის, მას გამარჯობა ფაქტია. თქვენ უყურეთ ამ სხდომას, რომელიც იყო პარლამენტში თუ მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. რაღაცა ნაწილს უყურე, გახსნის ნაწილს, შემდეგ ქართული ოცნების მიერ საჯარო სამსახურიდან განთავისუფლებული ხალხთან ის დღეს შეკრება იყო, ღონისძიება ჩატარდა ჰოლიდეინში და იქ გახდით, მე ცოტა ადრე გამოვედი, რომ რაღაცა ნაწილისთვის მაინც მომესწრო და მენახა და აი ასე ნაწყვეტ, თუმცა ინფორმაციას ყველაფერს გავეცანი, რაც ხდებოდა. გამართლებული იყო ახარიას მისვლა თუ არა თქვენი აზრით? მე თავიდანვე და ჩვენ თუ კი ახლა პარტიული კუთხით შევხედავთ და კოალიცია, კი იცით რომ ჩვენი ლიდერები არ გამოცხადდნენ, მაგრამ მე მიმაჩნია რომ აი ეს ეგრეთ წოდებული საპარლამენტო კომისია ჯერ მინდა ვთქვა, რატომ ვფიქრობ ასე. ზოგადად ბუნებრივია, როდესაც საკანონმდებლო მოთხოვნაზეა საუბარი, შენ როგორც პასუხისმგებლიანი მოქალაქე, ამას ემორჩილები, მაგრამ ჩვენ ხო უნდა გავიაზროთ სად ვართ, ვინ გთხოვს ამ პასუხისმგებლობისადმი დამორჩილებას და იგივე დროებითი საგამოძიებო კომისიის სტატუსი. ჩვენ ვიცით, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია არის არალეგიტიმური. არალეგიტიმურია იმის გამო, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არის ჩამოყალიბებული. ასევე თავად დროებითი საგამოძიებო კომისია შემადგენლობის თვალსაზრისითაც არალეგიტიმურია, რომ ვთქვათ შეხედო ახლა საკანონმდებლო ნორმებით, რომელიც სრულიად კარგავს თავის ძალას, ამ შემთხვევაში არალეგიტიმური პარლამენტი რო იყენებს, ვთქვათ მას, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ თქვენ თავად კონსტიტუციიდან თუ ამოვართ, კონსტიტუცია ამბობს, რომ ნახევარი მაინც უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. ჩვენ ვიცით, რომ ყველა ის პირი, რომელიც დღეს თითქოს ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი, ქართულმა ოცნებამ საკუთარ წიაღში, საკუთარი სიიდან გასული პირებისაგან შექმნა ხელოვნურად, რომ თითქოს შეექმნა ხელოვნური ფასადური ოპოზიცია. მაგრამ ეს ხო არ არის, რასაც ქვია საპარლამენტო ცხოვრება, დემოკრატიები, მრავალპარტიული დემოკრატიებში, ეს ხო არ არის იმის ტოლფასი, რასაც ქვია და რასაც ითვალისწინებს კონსტიტუციის ჩანაწერი, რომ აუცილებლად უნდა იყოს ოპოზიცია ნახევარი მაინც. ხო, და თუმცა ეს ხელოვნური ოპოზიციას, როგორც ბატონ ლევანი ამბობდა, სამი არიან და არ არიან ნახევარი. არ არიან ხო, რა თქმა უნდა. ნუ ფორმალურად დღეს გახარია მუთხრა, რომ ორი აქედანო, ანუ როგორც ჩანს, ანუ ორი წევრი აქვს დატოვებული ახარიას პარტია. გახარია რომ თავის დროზე გახარიას პარტია რომ თავის დროზე არ განაცხადა ვარი პარლამენტში შესვლაზე, რამდენ საკითხში შეუწყო ხელი შემდეგ არალეგიტიმური ქართული ოცნების პირთა ჯგუფის ხელისუფლებას ფუნქციონირებაში. მათ შორის აი ამაშიც კი შეუწყო ხელი. ფორმალურად ხო ის ორი ადგილი გამოყოფილი, ეხლა ესწრება თუ არ ესწრება, მაგრამ ფორმალურად ეს ორი ადგილი მისთვის გამოყოფილია. ეხლა რაც რომ გავაგრძელო სამ გააგრძელე ბატონლევა სამაზე აქვს განსხვავებული მოსაზრება. ფაქტობრივად საქართველოს კონსტიტუციის 52 მუხლის საუბრობს რომ წევრები უნდა იყვნენ. წევრ სახელი და გვარი აქვს. იქ კოტაა გამოყოლი რომელიც არ არის ათვისებული. ხო იბარაუდება რომ ის კონსტიტუცია მრავალპარტიულ ცხოვრებას აწესრიგებს. ზოგადად ბუნებრივია, მაგრამ მრავალპარტიულობა არ აქვს. ჩვენ ხო და აი ამ მე აქედან გამოვდივარ. იმ ფორმალობასაც ვერ იცავენ, ამას ვლაპარაკობ. წევრებიც არ აყავთ ათვისებული. ბატონლევა ის ორი არ ითვლება, იმიტომ რომ სახელი და გვარი არა, მაგათ ჩვენ მაგინაში ხო არ შევდივართ. ჩვენ ვამბობთ, ანუ ამ დეტალებს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ კანონი სადაც არ კანონობს და სადაც მრავალპარტიულობა არ არის და ერთპარტიულია, თან არალეგიტიმურია თან, იქ უკვე გამოედევნო რაღაცა ნორმებს და გინდა რეგლამენტს გამოედევნო და რეგლამენტში უფრო მეტი ჩაშლაც არის, მაგრამ რას გვაძლევს ახლა იქ წერია საერთოდ უფრაქციო დეპუტატები რამდენი უნდა იყოს პროპორციულად, როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი ასეთ კომისიებში და ასე შემდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს რას გვაძლევს? ხო ვერაფერს ვერ გვაძლევს, არა? ამიტომ თავად ეს კომისია ეგრეთ წოდებული არის არალეგიტიმური, მისი შემადგენლობაც არალეგიტიმურია და შესაბამისად მის მიერ მიღებული დასკვნები თავის დროზე დადგება ეგ მომენტით, როდესაც იქნება არალეგიტიმურად მიჩნეული, ისევე როგორც მათ მიერ მიღებული ყველა კანონი, რომელიც დემოკრატიის საწინააღმდეგოა და გამოიწვია დემოკრატიისაგან უკუსლა, რომ უნდა შეიცვალოს და ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ნორმალურ დემოკრატიულ ღირებულებებს და მიმართულებას, ეს რა თქმა უნდა ფაქტია და ამას კოალიციური მმართველობა აუცილებლად ხელს მოკიდებს და ამას გააკეთებს. რაც შეეხება გამოცხადებას,
ბუნებრივია აქედან გამომდინარე, მე არასოდეს არ ვუჭერდი ამას მხარს და არც ახლა არ ვუჭერდა, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ქართულ ოცნებას 20 ივნისის გამოკვლევა და ასე ვთქვათ, რაღაცა სამართლიანობის დადგენა კი არ აინტერესებდა. არამედ ქართულ ოცნებას აინტერესებდა სწორედ ის, რაც დღეს უნდა იყოს. მას უნდა, რომ თვითონ ქართული ოცნების, როგორც ასეთი პოლიტიკური ორგანიზმის რეაბილიტაცია მოახდინოს, ასე ვთქვათ, ერთი რომელიმე კონკრეტულ პირზე გადაბრალების ხარჯზე. საბოლოოდ გადააბრალებენ თუ არა, ამას ყველაფერს გახარიას ჩვენ არ ვიცით, რეალურად რასურათი იქნება. რამდენად გაართვა გახარიამ თავი ამ? ჩემის აზრით ვერ გაართვა. იმიტომ რომ გახარიას ჰქონდა როგორც ჩანს არასწორი წარმოდგენები რა იმაზე რისთვის ჭირდება ეს მასკარადი ქართულ ოცნებას და გახარია ამ მასკარადში თუ კი ის მართლაც მიიჩნევს რომ არალეგიტიმურია ეს პარლამენტი და მის მიერ შექმნილი ყველა კომისია არ უნდა შეყოლოდა არალეგიტიმური პარლამენტის პირთა ჯგუფის მიერ შექმნილ რაღაცა აი ამ კომისიის იმიტირებულ მოქმედებას და კომისიის ხდომას ამ მასკარადში ჩემის აზრით თორემ მე გასაგებია თუ მივიდოდა უფრო სხვანაირი პასუხები ხო რა მომენტია იცით მე მესმის საზოგადოების რომ საზოგადოებას აქვს დამატებითი კითხვები 20 ივნისთან დაკავშირებით ბუნებრივია აქვს მაგრამ მე პირადად არ მქონდა მოლოდინი და საზოგადოებას თუ კი ობიექტური დამკვირვებლის თვალით შეხედავს მოვლენებს და არ იქნება მიკერძოებული არავის მიმართ და იქნება ობიექტური დაინახავდა რომ ჩვენ ამ დღევანდელი მაიამ გახარიას მისვლიდან რაიმე მოლოდინები არ უნდა გქონოდა. იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ რომ პრინციპში ჩემი მოლოდინი რომ იქ დღევანდელი სხდომიდან ვერაფერს ახალს ვერ გავიგებდით ეს გამართლდა. იმიტომ რომ გახარიას ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ახალი ინფორმაცია არ მოუწოდებია 20 ივნისთან დაკავშირებით. ხო ასია? იქ ახლა დანარჩენი წინადადებები როგორ დალაგდება, სიტყვები როგორ დალაგდება და არა, ბევრი ელოდა იმას რომ კაც პასუხებს მაინც გასცემდა კომისიას. ხო მე ბოლოში ცოტა უფრო მას ვქნა ასე თქვა აიღო ეს არა, ერთ მომენტში ისა მე არ შევდივარ არ მიყვარს პიროვნული განხილვები, მაგრამ თუ კი ჩვენ შევხედავთ აი წმინდა პოლიტიკური დისკუსიის კუთხიდან თქვათ, წმინდა სამართლებრივი დისკუსიის კუთხიდან, წმინდა იმ კუთხიდან რომ თქვათ რაღაცა პოზიციების დონეზე უნდა მოახდინო პოზიციონირება და თქვათ იგივე ქართულ ოცნებას უნდა მიუთითო მის პასუხისმგებლობაზე და ვალდებულებებზე მსგავსი არ მომხდარა. არ მომხდარა, ასე ვთქვათ, როგორი მომენტი იყო, იცით? ჩვენ ვიცით თეა წულუკიანის, ვთქვათ, მანერა ქცევის, ვორდინგის და ასე შემდეგ. ამაზე გახარია უნდა ყოფილიყო მზად და მაშინ შესაბამისი პოზიციონირება უნდა ქონოდა აი ამ ასეთი ვორდინგების მიმართ და როგორც იტყვიან მსგავსი ნახეთ როგორი რაღაც არის ქართული ოცნების ამომრჩეველი ძალიან ცუდი ახლა ამას რომ ვამბობ ქართული ოცნების ამომრჩეველზე და ასე ვთქვათ ობიექტური წარმოების არსებობს შედეგითაც ასე დგება მოსწონს ასეთი აგრესიული ტონი როგორც ჩანს რომელსაც აწარმოებს ქალბატონი თეა წულუკიანი ეს ხო არ არის პოლიტიკოსი რომ უნდა საუბრობდეს რაღაცა გარკვეული დაშვებები უნდა გააკეთოს გარკვეული ბარიერები უნდა დაიცვას ხო პატივი უნდა სცეს მასთან დისკუსიაში შემავალ ადამიანს ხო როგორც უნდა იყოს ნორმალურ პოლიტიკურ ურთიერთობებში ეს არის ადამიანი რომელიც როგორც ჩანს აგრესიით იკვებება და ამით იმიტომ იკვებება და როგორც ჩანს მის ამომრჩეველსაც ეს მოსწონს და ეს უნდა გაეთვალისწინებინა ბატონ გახარიას რომ წულუკიანი იქნებოდა უკიდურესად აგრესიული და აგრესიული რიტორიკით და დამამცირებელი რიტორიკით და თვითონ შესაბამისი რაღაცა პრინციპული დახვედრები უნდა ქონოდა ალბათ რომ მასაც თავის ამომრჩეველზე იქნებოდა თუ ობიექტურ დამკვირვებელს ეთიქრა რომ აი ბალანსი რაღაცნაირად აბალანსებს მაგრამ ჩვენ დავინახეთ რომ ასე არის, ანუ ამან დაადასტურა კიდევ ერთხელ რომ
გახარიას მისვლა ამ ასე ვთქვათ კომისიის ხდომაზე იყო გაუმართლებელი სრულად და ასევე ის რომ ქართულ ოცნებას 20 ივნისის გამოკვლევის მიზანი არ ქონდა ქართულ ოცნებას აქვს მიზანი რომ 20 ივნისის მიმართ მოახდინოს მისი როგორც პოლიტიკური ძალის რეაბილიტაცია რაც ვერ მოხდება ვერანაირად იცით რატო ვერ მოხდება აი დავასრულებ და აუცილებლად მინდა რომ ეს განვმარტოთ. იცით რატო ვერ მოხდება და ქართული ოცნება ვერ დისტანცირდება 20 ივნისისაგან და ვერ იქნება ეს მხოლოდ ერთ პრემიერ-მინისტრზე გადატეხილი. კი, ეს ვერ იქნება ერთ პრემიერ-მინისტრზე გადატეხილი, იმიტომ რომ მაშინ მთლიანად მანქანა ქართული ოცნების სახელმწიფო მანქანა მოქმედებდა ამასთან დაკავშირებით და აი ის თუ კი მოხდა იქ რაც მოხდა 20 ივნისის ძალადობა, ძალის გადამეტება თუ ასე შემდეგ, იმის შეჩერება ყოველ წუთს შეეძლო მანქანას, სახელმწიფო მანქანას თუ იქნებოდა ამის პოლიტიკური ნება. რაც ჩვენ ნახეთ რომ ეს არ გაკეთებულა, ბოლომდე მიიყვანეს ხო საქმე და ყველაფერს თავით გავანებოთ, ხო ბოლომდე დაიცვეს 20 ივნისის ინტერესები რომ ჩვენ ვიყავით მართალი. ამის შემდეგ გახარია საერთოდ პრემიერ-მინისტრად წარადგინეს უფრო მეტიც მაკო გომური ჩვენ ვიცით რომ თვეობით დადიოდა რომ დაზარალებულად ეცნო ხელისუფლებას და სახელმწიფოს და დაზარალებულად არცნო და კიდევ უფრო მეტი დოკუმენტები რომელიც წარადგინეს სტრასბურგში როდესაც წავიდა საქმე იქ ის იმგვარად წარადგინეს დოკუმენტები რომ მაკო გომურთან მიმართებით სტრასბურგი იძულებული გახდა ეთქვა რომ სათანადოდ არ არისო გამოკვლეულიო საქმეო და მეორაზე ვიმსჯელოო. ანუ ნახეთ რა გზას დაადგა ამ ბოლოს საქმეებში ქართულმა ოცნებამ ასე ვთქვათ სტრასბურგის პრაქტიკის ეს მომენტი აიღო რომ სტრასბურგი ამბობს ხოლმე ზოგიერთ საქმეში რომ იცით რა თქვენ ეროვნულ დონეზე სათანადოდ არ გაქვთ ჩატარებული გამოძიება გამოკვლეული არ აქვს და მე არ მაქვს საკმარისი საფუძველი რომ უფრო სიღრმეებში შევიდე და ასე ვთქვათ გამოვიკლოთ. ეს აწყობს ქართულ ოცნებას ასე რომ გააკეთოს. ანუ ძალიან ბევრ საქმეს სპეციალურად ასე ფარცხავენ, რომ მე არ იყოს სათანადო დოკუმენტაცია, რომ მე სამსჯელობა მოხდეს, რომ აი სწორად წარიმართა, არ წარიმართა თუ ასე შემდეგ. და აი ეს იყო რომ შემდეგ იქამდე მივიდა საქმე რომ მაკო გომური იძულებული გახდა გაესაჩივრებინა სტრასბურგის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. და იცით რომ გაასაჩივრა და განიხილეს. კი ბატონო, ჩვენ გვაქვს ახლა რეკლამა და რეკლამაში დავუბრუნდებით და ზოგადად ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ვისაუბრებთ, დაგვადოთ რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით. ასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში, შეგახსენებთ ჩვენი სტუმრები არიან ლევან სამუშია, ლელო და მაია კოპალეიშვილი კოალიციას ცვლილებებში. ჩვენ ვსაუბრობდით დღევანდელ კომისიაზე, პირველ ნაწილში ვისაუბრებთ და იქ გახარიას მისვლაზე და ნუ ბუნებრივია ორივე სტუმარი წარმოადგენს იმ პარტიას, რომლის პოზიცია არის, რომ იქ არ უნდა მიხვიდე ამ კომისიაზე, თუმცა გახარია მაინც მივიდა. ჩვენ ბუნებრივია დღეს ვცდილობდით, რომ გახარიას პარტიის პოზიციას მოგვესმინა ამ თემაზე, მაგრამ ჯერჯერობით ეთყობა რაღაცებს ალაგებენ, ფიქრობენ, ამიტომ რომ ჯერჯერობით ვერ მოიცალეს, ალბათ საღამოსთვის ისინიც გააკეთებენ კომენტარებს გახარიას დღევანდელ გამოსვლაზე. ამ ნაწილში მინდა ზოგად შექმნის თემაზე, თუნდაც ამ კომისიის თემიდან გამომდინარე ვისაუბროთ. ხო, დღეს კომისიაზე ჩვენ ნახეთ ახლა ვისაუბროთ, რომ 20 ივნისის ცდილობენ რომ დააბრალონ გახარიას. ხო, ყველაფერი სხვა რაც მოხდა, ეხლა ნაცების დროინდელ ამბებს ამბობენ, რომ 12 წელი რატომ არ გამოიძიეს, ამაზე პასუხი არ აქვს და თითქოს ახლა იძიებენ და ნუ პლუს ვილაპარაკეთ იმაზეც, რომ ბევრი ნაცი მათთან არის და ნახე კომისიაშიც არის ასეთი ხალხი. კიდევ ერთი თემა იყო, რომ აი თქვენი პარტიის ლიდერი ნიკა მელიას გამო საყოველთაოდან გახარიას მეორე ნაწილი ეს იყო, რომ აი ნიკა მელიას გამო გადადექი რაღაცა deep state-მა დაგავალა და მე თვითონ აღიარებე რომ deep state-ის დავალებით, ანუ რაღაცას ცუდი, რაღაცა ისეთი თუ აქვს გაკეთებული, რაცაც დღევანდელ მათ პოლიტიკას არ ეთანხმება, თვითონ ამბობენ რომ ესო deep state-ის დავალებით გავაკეთეთო. მაგალითად რაღაც კანონები რო აქვს მიღებული ლიბერალური, იმაზე ამბობენ, მაშინ deep state-ი გვავალებდა. გახარიას დღეს ეუბნებოდა რომ deep state-მა დაგვავალა, შენი პრემიერად არჩევა. და რაღაცა ის მელიას დაცვა გამო რო გადადექი, ესეც რაღაც ამერიკის ელჩმა დაგავალა და ასე შემდეგ და აი ეს პოლიტიკა ამ პოლიტიკის საიდუმლო რაშია რომ მაინც მუშაობს მათ ამ მომრჩეველზე თქვენი აზრით აი ასე დამოკიდებულება გუში რომ deep state-ს ვემორჩილებოდი და დღეს deep state-ს ვებრძვი რაღაც ესე ეუბნებიან რაღაც პირდაპირ თავიანთ ამორჩეველს როგორ გონიათ რა სქემა მუშაობს აქ მათ ამ მომრჩეველზე ბუნებრივია მუშაობენ საკუთარ ამორჩეველზე და სწორედ ეს არის პრობლემა ქართული ოცნების პოლიტიკის რომ
მათ საკუთარი ამომრჩეველი კვებეს ტყილებით. ანუ საკუთარ ამომრჩეველს მიაწოდოს იმგვარად საკუთარ თავზე ინფორმაცია, რომ მათ ურჩევნიათ რომ რაღაცა ამომრჩეველი მყავს ხედველობაში, რომ რაღაცა გამოგონილ ვირტუალურ deep state-ს დააბრალონ ახლა ეს და გლობალური ომის პარტიას, თუ კი რაიმე ცუდი ხდება და რომ თითქოს ქართული ოცნება არაფერში არ არის დამნაშავე და მის მიმართ ჩვენ პრობლემები არ უნდა ვეძებოთ. ანუ ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკა, რომ საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოახდინოს ყველა ვითარებაში და გარემოებაში და ამის დასტური იყო დღევანდელი შეხვედრაც, ხო? მათ უნდათ რომ 20 ივნისის პასუხისმგებლობას გაექცნენ, როგორც პოლიტიკური ძალა და როგორც ხელისუფლება და როგორც სახელმწიფო და ეს გადააბრალონ რაღაცა ერთ კონკრეტულ პირს, ამ პირთა ჯგუფს, მაშინ როდესაც ისინი ერთიანი ორგანიზმი იყვნენ. ამიტომ ბუნებრივია ქართული ოცნების მიზანია რომ ყველაფერში თან ეს იცით საიდან გამომდინარეობს მათი ეს პოლიტიკა? ესენი ხო ასე ყვებავენ ამორჩეველს და თან არასწორი მესიჯებით, რომ რაღაცა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, რომ თითქოს აი ამ სუვერენიტეტზე და დამოუკიდებლობაზე ჩამოკიდებულია ქართული ოცნება, თითქოს ისეთი დამცველები არიან, რომ ამასობაში გიორგი ანწუხელიძის გმირობა დაავიწყდათ, რომელიც მართლაც ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის იბრძოდა და დროშის დაცვისთვის, ქართული დროშის და უნდათ რომ აი ამ მეინსტრიმში გაატარონ ისეთი ხაზი, რომ თითქოს თვითონ არიან ერთადერთი დამცველები ეროვნული ინტერესების და ამაში უნდათ რომ სუვერენიტეტის მათ შორის, ხო, სუვერენიტეტის დამოუკიდებლობის თვითმყოფადობის, რომ თითქოს მანამდე არავის არ უკეთებია, ვერც მომავალში ვერ გააკეთებს და ეს ყველაფერი რას ემსახურება? რა თქმა უნდა, ეს ემსახურება ყველაფერი მხოლოდ ერთ მიზანს, რომ ისინი იყვნენ მუდმივად ხელისუფლებაში, ასე ჩაიჭირონ ამომრჩეველი, მოტყუებულ მდგომარეობაში ყავდეთ და მუდმივად იყვნენ ხელისუფლებაში. იმიტომ რომ საერთოდ დიქტატორებს და დიქტატორულ რეჟიმებს ეს ახასიათებთ, რომ მათი მიზანია მუდმივად იყვნენ ხელისუფლებაში და ისინი სწორედ ასეთი საშუალებებით აღწევენ ამ მიზანს. ჩვენ უამრავი სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ რუსეთის გამოცდილებას, როგორ მოვიდა პუტინი და რა იყო მისი წინასაარჩევნო დაპირებები. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ იგივე ბელორუსში რა ხდებოდა და ასე შემდეგ. ანუ ეს ძალიან მარტივი გამოსაცნობი ნაბიჯებია ქართული ოცნების ის ნაბიჯები. საინტერესო ციტატა გავხსოვდა რუსი ერთ-ერთი პროპაგანდისტის მარგარიტა სიმონიანი, იცით ყველა, ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტია, რომელიც გამოვიდა და დღეს საქართველოს საუბრობდა და ამბობს, რომ მალე გამოჩნდებაო კიდევ ერთი ერეკლე მეფე საქართველოში, რომელიც მუხლებზე ჩოქვით მოგთხოვს ჩვენ რუსეთთან შეერთებასო და თან ხა ირაკლეს ისინი ირაკლეს ეძახიან და ეს სიმბოლო ხო, იმიტომ რომ ერთ-იგივე სახელია ბუნებრივი ერეკლე და ირაკლი და რუსები ამ ფორმით ირჩევენ, რომ კიდე ერთი ირაკლი გამოჩნდება და თანამდროს პრემიერ-მინისტრი როცა ყავს ირაკლი ხო უბევს გაუჩნდა, შეგრძნება რომ ნეტავ ის გულისხმობდა, მაგრამ არ ვიცი ხა აქამდე რამდენად მივა ქართული ოცნება ხავთ მაიარო რაღაც რუსეთს დაჩოქილმა რაღაცების თხოვონ, მაგრამ დღეს ამ ვითარებაში თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველოს გამოსვლა რუსეთის გავლენიდან. ამ გზაზე შეიძლება თუ არა რომ რაღაცა პერსპექტივა გქონდეს საქართველოს, იმიტომ რომ ეს 30 წელი ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით, 30 წელი ჩვენ რას დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ 36 წელი, ხო? 34. ამ გზაზე ვდგავართ და შესაბამისად დღეს აღმოჩნდა რომ 34 წლის თავზე ჩვენ შეიძლება ეს ყველაფერი დავკარგოთ. ეს ყველაფერი აღმოჩნდეს ილუზია. ამ რეალობის წინაშე ვდგავარ და აი აქ როგორ ხედავთ პერსპექტივას? რა გაძლევთ იმედს მარტივად რო ვთქვათ, გაქვთ რაიმე იმედი ამ მიმართულებით? აი თქვენი წინაკითხვის პასუხად დავიწყებ და ამ საკითხს მივაბავ, იმიტომ რომ პრინციპში კავშირში ერთმანეთთან როგორ უპირისპირდება ამას ოპოზიცია, ხო? თქვენი კითხვა იყო რა ამ ქართული ოცნების ამ პოლიტიკას. ბუნებრივია ოპოზიცია უნდა იყოს ერთად და უნდა ასე ვთქვათ კოორდინირებულად უნდა შეეწინააღმდეგოს ქართული ოცნების ამ მავნებლურ პოლიტიკას. და ის რომ მაგალითად ბატონი გახარია დღეს გამოცხადდა
აი ამ ეგრეთ წოდებული დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე, ეს იყო სწორედ დამაზიანებელი ოპოზიციური ერთობისთვის და ოპოზიციური კოორდინაციისათვის, იმიტომ რომ მანამდე იცით რომ აი შეთანხმდა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პრეზიდენტთან ერთად მუშაობენ და გამოვიდა კიდევაც პრეზიდენტი ამ თემაზე და თქვა რომ არალეგიტიმურია ეს კომისია და იქ პარტიები არ უნდა გამოცხადნენო, მაგრამ თითქოს აი ამ საკითხზე იყო შეთანხმება, აი ამ კოორდინაციაზე, ერთობლივ მოქმედებაზე, ისევე როგორც მაგალითად არის შეთანხმება არჩევნებთან დაკავშირებით, რომ და იქნეს ჩანიშნული ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობით და პატიმრების სინდისის პატიმრების გამოშვება, ანალოგიურად შეთანხმება იყო, რომ ამ კოორდინაციის კუთხით და კოორდინაციიდან გამომდინარე, რომ არ უნდა მომხდარიყო ამ კომისიის წინაშე, აი ამ კოორდინაციაში მყოფი პარტიების და მათი ლიდერების გამოცხადება, იმიტომ რომ ეს აღიარებას ნიშნავდა იმავდროულად და ის რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ოცნებისთვის, ეს იქედანაც გამოჩნდა, რომ დღეს რამდენჯერმე დაუსვეს ამაზე კითხვა გახარიას და თავისებური ინტერპრეტაციები გაუკეთეს მერე ამას მიუხედავად პასუხისა, რაც არ უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ პასუხი არ არის, აქ სიტყვები კი არ არის მთავარი, აქ მოქმედებები და პრინციპებია მთავარი. ამიტომ ბუნებრივია ასეთი არათანმიმდევრული მოქმედებები და არათანმიმდევრულობა ოპოზიციის შემადგენლობიდან, რა თქმა უნდა პროცესს აზიანებს და ამ შემთხვევაში ამ წინააღმდეგობის ხაზს აზიანებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია აი დღევანდელი ამ გამოცხადებიდან, გახარიას გამოცხადებიდან უკვე ოპოზიცია მე გულისხმობ იმათ, ვისაც ჯერ კიდევ ეგონათ, რომ აუცილებელი იყო გამოცხადება, ან იმ ექსპერტებს, რომლებსაც ეგონათ, რომ აი გამოცხადება რაღაცას ნიშნავს, რომ გააკეთებენ აქედან დასკვნებს და მიხვდებიან, რომ ეს ისევ და ისევ ქართული ოცნების წისქვილზე ასხავს წყალს და ყველაფერს რო თავი დავანებოთ წყლის დასხმის ამბავს. ჩვენ პრინციპით და ღირებულებები ხო გვაქვს, რომ არალეგიტიმურია, თუ არალეგიტიმურია პარლამენტი, მის მიერ შექმნილი ყველა ორგანო ხო არალეგიტიმურია. ჩვენ თუ ვამბობთ, რომ პარლამენტი არა თეატრალგან პირდაპირ უთხრა რომ მადლობა რომ გვაღიარებთ ჩვენს ლეგიტიმურობას. ხო, რა თქმა უნდა, აი ეს არის, აი ეს უნდა დაითვალისწინოს. ეს არის სწორედ, მაგას ვამბობ. აი ეგ არის არათანმიმდევრულობა, როდესაც მაშინ მანამდე კოორდინაციის ფარგლებში ეს განცხადებული იყო, რომ ეს არალეგიტიმურია და მის წინაშე გამოცხადება არის ასე ვთქვათ, არ იქნებოდა გამართლებული და მიზანშეწონილი. მოკლედ ეს აი იმ ნაწილში მათ შორის რომ რა შეკითხვას ამ რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს რუსები უკვე გაუჩნდათ იმედი, ეს ყველაფერი რატომ მოყვება ხო მარგარიტა სიმონიანის განცხადება და ეს განცხადება რომ კიდევ ერთი ერეკლე გამოჩნდება, რომელიც უხდა ანუ მათ გაუჩნდათ იმედი გაუჩნდათ, რომ საქართველოს მალე დაბრუნდება ჩვენს წიაღში. ხო, აი მაგას ეს იმედი რამ გაუჩნდა და თქვენ რა გაძლევთ იმედს, რომ ეს ასე არ მოხდება ამ რამის. არა, ნახეთ როგორ არის რუსეთს შეიძლება აქვს რაღაც იმედები და სხვადასხვა ქართული ოცნების სხვადასხვა პოლიტიკური პირების მოქმედება ამის იმედს შესაძლო აძლევს და მათ შორის პირველ რიგში ივანიშვილის მოქმედება დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ დღეს ყველა წარმოგვიდგენია, რომ თითქოს ყობახიძე მართავს რაღაც პროცესებს და თითქოს რუსეთმა ფსონი ყობახიძეზე დადო და ასე შემდეგ. დღეს თუ მოქმედებს ყობახიძე, მოქმედებს ასევე ივანიშვილიც. ასე რომ თავი არ უნდა მოვიტყუოთ, შეიძლება ერთმანეთს ისინი სხვადასხვა ნაწილში ანაცვლებდნენ, მაგრამ ივანიშვილის როლი ვერ გამოირიცხება. ივანიშვილის როლის გამორიცხვა ისევ და ისევ ქართული ოცნების ინტერესებში შედის, რომ ის რაღაცნაირად მოარიდოს აგრესიას ადამიანებისას და რაღაცა საჭირო დროს და საჭირო მომენტში რუსეთმა კვლავ გამოაჩინოს. დაცვის მექანიზმი ასეთი პატარა საქართველოსთვის მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს ძალიან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან ძლიერი საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი. მათ შორის ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი იყო და მათ შორის როდესაც ჩვენს მიმართ კანდიდატად მიღების საკითხი იყო, ძალიან დიდი როლი შეასრულა ისეთმა მნიშვნელოვან ფაქტორებმა, რომელიც ჩვენთან მოქმედებდა, ხო, როგორიც არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და ეს მტკიცდება, ხო, ყოველ დღე, იმიტომ რომ ყოველ დღე უამრავი ადამიანი გამოდის, მეტნაკლებად შეიძლება არ არის 100,000-ობით და 200,000-ობით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პროტესტი არის ძალიან ძლიერი და ინტენსიური და იყო ძლიერი საჯარო სექტორი. საჯარო სექტორს ებრძვის
დღემდე ქართული ოცნება, მაგრამ საზოგადოებას ვერაფერს ვერ უხერხებს, ხო? ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი და ჩვენ აი ერთობლიობაში მათ შორის ოპოზიციური ძალები, რომლებიც პროდასავლური ოპოზიციური ძალები, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებენ. ყველანი ერთად დარწმუნებული ვართ და ეს ნამდვილად ასეა, ჩვენი რუსეთის პირისპირ ვარჩებით დღემდე არის სწორედ ევროპა, ამერიკა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები და სწორედ მათი მხარდაჭერის და თავის დროზეც 2008-ში თქვენ იცით რომ სწორედ ამერიკის პოზიციამ გადაარჩინა თბილისი რუსეთის აგრესიისაგან და აღებისაგან, თუ არა და ჩვენ ვიცით რომ ტანკები სწორედ მოდიოდნენ თბილისისკენ, ხო? ანუ ჩვენი გადარჩენის მექანიზმი და ჩვენი გადარჩენის საფუძველთა საფუძველი სწორედ ევროპული გზაა, ევროპა არის ჩვენი დასავლელი პარტნიორებია, რომელსაც ქართული ოცნება ასეთი მონდომებით და ასეთი ფორმით ებრძვის და ეს დაანონსეს სწორედ იმიტომ რომ აი ეს მსვლელობა უნდათ რომ მოშალონ, სწორედ იმიტომ რომ რუსეთი იყოს აქ უფრო ძლიერი, მაგრამ აი ის რომ ჩვენ რუსეთთან არ დავრჩევთ პირისპირ, აი ამაში გვეხმარება სწორედ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და ევროპელი მეგობრები. ორი სიტყვით შემიძლია მოგიტანო. და გავაგრძელებ იმ ნაწილს, რომ რატო არ გამოუვათ, იცით, კიდევ გარდა იმისა, რაც თქვი, რომ ვერ გამოუვათ და იმიტომ რომ ჩვენ მარტო არ ვართ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ვერ გამოუვა, იმიტომ რომ თავად ქართულ ოცნებას ეშინია სწორედ აი ამ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების და წინააღმდეგობის და პროტესტის და ეს დადასტურდა არაერთხელ. უამრავჯერ დაიხიეს უკან, მათ შორის თუნდაც გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით, სრულიად განსხვავებულები არიან და მეორე დღეს კი იცით თქვენ რომ თავის მართლების რეჟიმში ჩადგნენ, იმიტომ რომ მათ ეშინიათ სწორედ ქართული საზოგადოების პროტესტის შიგნით ეროვნულ დონეზე. მადლობა დიდი, მაია კოპალეშვილი, კოალიციის ცვლილებებისთვის, ლევან სამუშია, ძლიერ საქართველოსთვის, იყვნენ ჩვენი სტუმრები, ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, მე ხვალამდე გემშვიდობებით.